ხელი შეშლა კარიერაში ბევრს უცდია შენთვის? ძალიან ბევრად და გამოუდეთ რა. მარჯანიშვილის თეატრში ბატონ ლეონ წულაძე ჭოლა გავდა კი არა და ანუ გადაქონდა რა კაზანოვოს დაბრუნება რა. ხო და როგორც გავიგე ხარ არ ვიცი ხა ეგეც არ ვიცი ეს კეთილისურელება მითხრეს რა და აი ხო ვერ გავუგებ ამათ ვაფშე ვერ გაიგებ რა ხდება რა ძალიან ცუდი სისტემაა. მსახიობები იყვნენ? მსახიობები იქნებოდნენ ამბავი იქნებოდა. რაღაცები უთქვა ჭოლასთვის რომ კაროჩე რა საშინელებები თან ბიჭო აი რაღაცნაირი იცი როგორები რომ რაღაც მითები შექმნეს? ხო რა მე და ზურაძე ყიფშიძეზე რაღაცები უბაზრიათ რა კი არა ლაპარაკიათ და რო არ მოვა რეპეტიციაზე არ მოვა რა ვსკი არ მოდი ზეთხოვზე ვიყავი ხო გადა 9 საათი არა кайფში დადისო რა და მე გადიანო და იკეთებენო და აი ნუ საძაგლები რა თუ მიყურებთ თქვენი საძაგლებო თქვენ ხართ აი ბიჭო ესენი არიან ეს ხალხი არის აი მე არ ვიცი ვაფშე ვის ვინ არის იცი ვინ იყვნენ სახელები ვიცი ხო რა მნიშვნელობა არ დაგირეკია რომ გეთქვა არაფერი თო რა სულელი მაგათ რა ვილაპარაკო ხვეწები აი რაზე ვილაპარაკო ხო მაგელი შეგიშალეს ფაქტია ნუ შემიშალეს მე კი არა თო ღმერთ იყურება მაღლიდან ჩემო ძმაო და ყველაფერს ხედავს. მაგრამ შინაგანად საწყენია. არა ბიჭო, საწყენი კი არ არის, მაგრამ გაუბრაზდი, თო ჯერ ეგეთი ეგრე არისო. მანდიდან დავიწყოთ. ეგრე რო ყოფილიყო, სხვანაირად ვიჯდებოდით იქ მეც და ბატონი ზურაც. ჯერ ეგეთი როგორ შევკადრებდი, თო რა სისულელია. ჯერ ეგეთი იმ კაცად ჩირკი მოცხეს. მე აქეთ. საძაგლები რა. ვინც იყვნენ, რავი, რა მნიშვნელობა აქვს, თო ვინც არისო, ბოდიშ ვიხდი ხა იმ ყველას კი არ ხება ხა რა სულელია, თო ყველა ის კი არ არის. ვინც არიან რა ვითხრებითო ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ინტრიგის მსხვერპლი პირველ ბიჭო ხო იმიტომ რომ სარდაფში არ ხდებოდა ეგეთი რაღაცეები ძმაო სარდაფში იყო აი რა გითხრა აი რაღაც ერთი დიდი ოჯახი თუ ვინოს ამე წინდა მოდი გევნეოდა თუ ვინო გევნეოდა რომ არ გააკეთო მოდი გევნეოდა პირდაპირ შენ და არა ჭოლასთან თო ანუ ჭოლასთან მიდოდა ჭოლა მოდოდა გევნეოდა ნუ აკეთებ მაგას რა ხდები არის ხო ეს პუტუ რა და ეს პუტუ აი ვერ ვიურთიერთებ ხა ეგეთ ადამიანებთან რა მესმის არ მივასწრებ